დონალდ ტრამპი საოცარი პოლიტიკოსია. მე ვიტყოდი ასე, არა მხოლოდ საოცარი პოლიტიკოსია, არამედ საოცარი პრეზიდენტიც არის. პრეზიდენტობა მისი სრულიად შეფასდება დღეიდან და 3.5 წლის შემდეგ, მაგრამ აი პირველ 6 თვეში რაც გააკეთა, უდაოდ დასაფასებელია. ერთ წამს ამაზე არ ვილაპარაკებ, პირველ ყოვლისა ვილაპარაკებ ტრამპზე, არა როგორც მეინსტრიმ პოლიტიკოსზე. ის არა მეინსტრიმ პოლიტიკოსი შევიდა მარათონში ხელმეორედ და საოცარი კამბექი გააკეთა, ჯერ რომ მოინდომა მარათონში შესვლა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა, პრაიმერისების გაშში გამარჯვება რომ მოახერხა რესპუბლიკურ პარტიაში და მერე ბეჭებზე რომ დასცა, არა იმდენად ბაიდენის, ცხადია ბაიდენისაც, მაგრამ არა იმდენად ბაიდენის, რამდენადაც ესე ვილაპარაკოთ, კლანს არ ვიხმარ შეგდებულად ამ სიტყვას, ხაზი დაწყებული თუ გდებავთ ვიტყვი კლინტონებიდან, განსაკუთრებით ობამას ხაზი, რომელსაც თავისი ფავორიტები ხავდა, ბაიდენი ხავდა, ახლა უკვე მერე ხავდა კლინტონი, რასაკვირველია ჰილარი კლინტონი, ანუ ბილ კლინტონის მეუღლე და მეინსტრიმ პოლიტიკოსი, აგრეთვე რასაკვირველია ბაიდენი უშუალოდ და მერე უკვე კამალა ჰარისი. და ტრამპმა ისინი გადაანადგურა მეთქი და ასე ვიტყვი და 20-ში იანვარს შევიდა დაბრუნდა ოვალურ კაბინეტში. ამ თვალსაზრისით ის უდაოდ, ამ თვალსაზრისითაც ის უდაოდ დასაფასებელი არა მეინსტრიმ პოლიტიკოსია, მაგრამ ის მეორე მხრივ ძალიან სწრაფი პოლიტიკოსიც არის, გარდა ამისა სწრაფი პოლიტიკოსიც არის და რასაც სხვა ლიდერები ანდომებენ ხოლმე წლები, ის კვირაში, 2 კვირაში, 3 კვირაში ესე მოუმრგვალებს ხოლმე, მოაყომარებს ხოლმე უკაცრავად ამ ჟარგონისთვის. გიბოდიშებს სწრაფია და უნდა ყველაფერი გუშინ. არა დღეს, არა ხვალანზე, არამედ გუშინ უნდა და მართლაც ამ ხნის განმავლობაში რაც პრეზიდენტია, მან რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი უკვე მოაგვარა. ნუ პირველი რასაკვირველია მოაგვარა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი და მიუხედავად იმისა, რომ აქ-იქ კიდევ გაისმის ხმები იმის თაობაზე, რომ ირანი მიუბრუნდება საკუთარ ბირთვულ პროგრამას, მას თეირანს უკვე ესმის. აი დღესაც ესმის მუქარები ისრაელიდან, რომ როგორც კი გაბედავთ, როგორც კი ცნობა გვექნება იმის თაობაზე, რომ თქვენ ისევ აპირებთ ურანის გამდიდრებას და ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობას, ჩვენ არ გავჩერდებით, ისმის ისრაელიდან და უარეს დღეში ჩაგაგდებთ, ვიდრე აქამდე ჩაგაგდებთ და ამერიკელებიც გულახდილნი ვიყოთ, ამას ახვევიან ხოლმე, ამას ხვევიან. ხოლმე და ისინიც პერიოდულად თუ არა პერიოდულად ტრამპის დონეზეც კი აკეთებენ საკმაოდ ესეთ მკვეთრ განცხადებებს. სხვადასხვა ის ტრამპია, რომელმაც თქვა, რომ მე ვიციო, სადაც არის ირანის სულიერი ლიდერი, ნუ გადამადგმევინებთ ამ ნაბიჯს. და დაინდეს, განა არ დაინდეს ალი. და აქვე უნდა ვახსენო რასაკვირველი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი, ინგრედიენტია ამ პროცესისა, რომ ბიბიმ ნეთანიაჰუმ გადასცა ასე კონვერტი და აჩვენა ტრამპს, რომ მე შენ წარგადგინე ნობელის მშვიდობის პრემიაზე, ვითომ არ იცოდა. ტრამპმაც და მადლობა გადაუხადა და გარკვეულზე მაღალი ალბათობით სწორედაც რომ ტრამპი, რომელიც ეჯიბრება თავის მხრივ ობამასაც, დიახ, ობამა ნობელიანტია მშვიდობის დარგში, ტრამპი მაღალი ალბათობით წლის ბოლოს მიიღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში. ხო და ტრამპი ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსიც არის. მან მოახერხა და ძალიან მალე მოუგრიხა თავი კონფლიქტს პაკისტანსა და ინდოეთს შორის. და ეს ძალიან სერიოზული ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმება როგორც ასეთი არ გაფორმებულა, მხარეები, დაპირისპირებული მხარეები ახლა მე ვერ გეტყვით, რომ სიამტკბილობაში არიან, შეიძლება ნებისმიერ წუთს აფეთქდეს ეს კონფლიქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის, მაგრამ გადაიძაბოს ვითარება ამ ორ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ტრამპმა მაინც მოახერხა და მხარეები, მოდი ეს სიტყვა ვიხმაროთ, დააშოშმინა. ირანზე უკვე გითხარით, ბუნებრივია, რომ ტრამპის ჩარევის, ამერიკის ადმინისტრაციის გარეშე, ჩარევის გარეშე, ასეთი მკვეთრი ანტირუსეთული მოძრაობები არ ექნებოდა ასე მაგალითად აზერბაიჯანს. ბუნებრივია, აზერბაიჯანი პირველ ყოვლისა სარგებლობს იმით, რომ მის ზურგს უკან არის თურქეთი, მაგრამ თურქეთი ძლავრი მოთამაშე ცხადია და მით უფრო მომძლავრებული ირანის გვარიანი დასუსტების და სირიის პრაქტიკულად
ასადის სირიის განადგურების გამო თურქეთი ხო უფრო გაძლიერდა აზერბაიჯანი ბუნებრივია თურქეთისგან საუბრობს ერთგვარად საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაშინგტონთან და მისგან აქვს ერთგვარი ირიბი ნებართვა იმის თაობაზე რომ იყოს ბრგედ იმიტომ რომ მას აზერბაიჯანს მართლაც არ მიატოვებენ ვაშინგტონი მოდი ასე ვიტყვი საქმის კურსია იმასთან დაკავშირებით რამდენად თამამი არის ილჰამ ალიევი ბუნებრივია რომ მათ შორის სომხური ლობის გათვალისწინებითაც სომხური ლობის ქმედებების გათვალისწინებითაც არც პრემიერი ფაშინიანი სომხეთში არ იქნებოდა ესეთი ხმამაღალი და თამამი მას რომ არ ქონდეს ზურგი ირიბი ზურგი ხას უსვამ იმიტომ რომ შეერთებული შტატებიდან პრაქტიკულად ესეთი ღია განცხადება სომხეთის მხარდასაჭერი არ გაკეთებულა ირიბი ზურგი რომ არ ქონდეს სომხეთს ფაშინიანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიახ უნდა ვთქვა სომხური ლობი მას უჭერს მხარს სომხური ლობი შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში უჭერს მხარს ფაშინიანის პოლიტიკას და სომხეთის როგორც ქვეყნის სრულ დერუსეთიზაციას დეიზოლაციას ერთის მხრივ და დერუსეთიზაციას მეორე მხრივ ეს ძალიან საინტერესოა ბუნებრივია რომ ხო მესამე ქვეყანაც უნდა ვახსენოთ ცხადია შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე ღიადაც არ ჩაუვლია პროცესებს რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა ვიდრე ირანის პროცესებამდე ეს არის პროცესი სირიაში ასადების რეჟიმის სამუდამო დასრულების არ მინდა ვთქვა რომ სამოთახიანში ლოჯით ცხოვრობს ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში მოსკოვის რომელიმე გარეუბანში არა ის ალბათ ცხოვრობს უკეთეს და ფეშენებელურ სახლსა თუ ბინაში მაღალი ალბათობით პადმასკოვიეში რომელიმე სამთავრობო აგარაკზე მაგრამ ბაშარ ალ-ასადის დაბრუნების შანსი არის სუსტად ისეთივე ნოლის ტოლფასი როგორც ასე მაგალითად იანუკოვიჩისა და სად მარცხდებოდა მოდი ასე ვიტყვი ტრამპი ამ საკუთარ გენიალურ საჭადრაკო პოლიტიკურ ცვლილებში სად ვერ მიაღწია უფრო ზუსტი რო ვიყო მან წარმატებას მიუხედავად იმისა რომ ძალისხმევა ცხადია არ დაუშურებია მიუხედავად იმისა რომ რა არ სცადა სატელეფონო საუბრები შეთავაზებები მათ შორის კელოგიც მისი წარმომადგენელი ამბობდა ამგვარ რამეს რომ უკრაინა სხვა კონოტაციით თქვა მაგრამ მოდი მე ესე ვიტყვი ახლა რომ კარგად იყოს გასაგები უკრაინა რასაკვირველია გაიყოფა უკრაინა რასაკვირველია ვერ დაიბრუნებს იმ ტერიტორიების ნაწილს მაინც რომლებიც მან დაკარგა რუსეთთან შეპირისპირების დროს ზელენსკისაც კი აგინა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ზელენსკისაც კი დაუპირისპირდა ტრამპი მას დიქტატორიც უწოდა მე თქვა რომ არა ვიხუმრეო ოვალურ კაბინეტში მოხდა სკანდალის შემდეგ არც შეხვდა მას ოვალურ კაბინეტში რაც მოხდა დადგმული ამბავი გეცოდინებათ და ასე შემდეგ რა არ სცადა მე ვიყო ეს მინერალების შესახებ შეთანხმების მთელი ეპოპეა რომლის შედეგადაც ბესენტმა მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ბესენტმა თქვა რომ უკრაინას აქვს არაჩვეულებრივი კარტები ამის შემდეგ ტრამპმა თქვა რომ უკრაინას კარტები არ აქვს ანუ გაიმეორა ის რომ კარტების გარეშე თამაშობს უკრაინაო ეს ხომ ყველაფერი ვიცით რა არ სცადა და ისევ საუბრები და ყველა საუბრის შემდეგ პუტინი მას ტრამპს ტოვებდა დაკმაყოფილებულ მდგომარეობაში მე ვიცი რომ მე ვხედავ რომ პუტინს ომის დასრულება უნდა მე ხედავ რომ პუტინს აღარ უნდა ომის გაგრძელება პუტინს სულაც არ უნდა ოკუპაცია პუტინი მშვიდობაზე ორიენტირებულია ნახეთ 2 დღეში 4 დღეში 6 დღეში 9 დღეში 1 თვეში 2 თვეში 2 თვენახევარში რა შედეგებს მივაღწევთო ამას ამბობდა ტრამპი სულ და ჩვენც ამის გამო ვაკრიტიკებდით უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპს და მეც ვიყავი მათ შორის გულახდილად გეტყვით მის პოლიტიკას ვაკრიტიკებდით უკრაინის კონტექსტში რასაკვირველია თუმცა ქართველი ტრამპისტები მათ შორის და არა მხოლოდ ქართველი ტრამპისტები ჩვენ მოგვიწოდებდნენ რომ ცოტა თავშეკავებული ყოფილიყავით მე უშუალოდ გავაკეთე რაღაც ერთგვარი კორექტირება მესიჯისა და დავთქვი ამგვარი რამ რომ ტრამპის წინააღმდეგ ტრამპს კი ვაკრიტიკებთ რასაკვირველია მაგრამ ემანდანტი ამერიკანიზმში არ გადაგვივიდეს მეთქი რისი ალბათობაც იყო მაღალი იმიტომ რომ ბევრმა ვინც ტრამპს აგინებდა და აკრიტიკებდა სამართლიანად თუნდაც ასე ვიტყვი მე უკვე წასდა რომ აგე ბევრს წასდა რომ
აგე ამერიკას იმპერია, აგე ამერიკა უსამართლო ქვეყანა, აგე ამერიკა თურმე აგდებს პარტნიორებს და ასე შემდეგ. ამას ხელი შეუწყო მაგალითად თავდაცვის მდივნის ერთმა თუ ორმა უკვე სამმა უკვე გადაწყვეტილებამ და მისი მოადგილის გადაწყვეტილებამ მის თაობაზე რომ უკრაინას დახმარებები შეუჩერეს. მე აღმოჩნდა რომ ამან არასწორად გაუგია თავდაცვის მდივანს პენტაგონის უფროსს ჰექსეტს ტრამპის რაღაც სიტყვა და გაუჩერებია პრაქტიკულად პოლონეთამდე მისული დახმარება, რის შემდეგაც 24 საათში დახმარება არა მხოლოდ შეიარაღების, არამედ სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდების თაობაზე, ამან კიდევ დამატებითი საფუძვლები მოგცა იმისა, რომ ტრამპი გაგვეკრიტიკებინა, ასევე ვაკრიტიკებდით იმის გამო, რომ მის გარემოცვაში ყოველ შემთხვევაში იმ ხანად იყვნენ პირები, რომლებსაც უკრაინის გამარჯვება სულაც არ უნდოდათ და სულ გვაკვირვებდა, აქვე ვახსენებ რუბიოს, სულ გვაკვირვებდა იგივე კელოგის და იგივე რუბიოს ახლო გარემოცვაში ყოფნა, კი მაგრამ როგორ უძლებენ ამ ცხადი არ შეურაცხყოფ ახლა, მაგრამ ამგვარ პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ესეთი მოციმციმე დამოკიდებულება აქვს საკითხის მიმართ და სულ აქვს მოლოდინი იმის, სულ ამბობს იმას, რომ პუტინი თურმე მშვიდობაზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, სხვები სხვა რამე სიტყვიან, მაგრამ მაინც გაგრძელდა 26 აპრილამდე. თითქოს ბედადო მოკვდა გარდაიცვალა რომის პაპი 21-ში აპრილს და ბედად მოხდა ეს ყველაფერიო და ვატიკანში ვინ არ ჩავიდა, არა პუტინი ცხადი არ ჩასულა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი კი ჩავიდა. ესე რომ დაუქნია ტრამპმა ხელი ვიღაც სხვას, მიშა ყაველაშვილმა თავი დააქნია, მე მიქნევსო ისე მას რა უთხარი, ცხადია დაახლოებით ესე 4 მეტრით გაცდენილი იყო ტრამპი იმ ჰორიზონტალს თუ ვერტიკალს ალბათ უფრო, სადაც იჯდა მიშა ყაველაშვილი, მაგრამ ყაველაშვილი ხო ესეთი რაღაც ქვემოდან ზემოთ იყურებოდა, ეს კადრი უნდა აეღო ფოტოგრაფს, ტრამპი თუ ვინმეს ხელს დაუქნებდა. კარგით, მიშა ყაველაშვილამდე ცხადი არ დავხურდავდეთ, მოკლედ ტრამპი ჩავიდა ვატიკანში და ვატიკანში ჩავიდა ზელენსკი. ის არის უნიკალური კადრი, მსოფლიო ისტორიაში არსებობს რამდენიმე უნიკალური კადრი, მაგალითად jaltis ან პოცდამის კონფერენცია, ხო? ან თეირანის კონფერენცია თუ გლებავთ, ხო? იქ სხედან ლიდერები ჩერჩილისთან ამბავია, დიდი ამბავია, რუზველტი ძის, ხო? და უკვე ბოლო კონფერენციაზე, ხო, ისი თქვენ რომ ტრუმენია მანამდე არის რუზველტი, დიდი ამბავი, ეს არის ისტორიული კადრი. არა, ნიუნბერგის პროცესიდან კადრიც კი ისტორიულია, ხო? რასაკვირველია. აბა რა არის? კიდევ არსებობს, აი მაგალითად რომელი კადრი გავიხსენოთ, რომელი კადრი სადაც ვინმე არის ასახული. აი მაგალითად ჰიტლერის რამდენიმე კადრი არსებობს, ხო? მუსოლინის რამდენიმე კადრი არსებობს. აი ეს მაღალი ტექნოლოგიები გადაღებული, იმიტომ რომ დღეს ხო საოცარი ტექნიკა გვაქვს და მარკორებით თუ მარკოთხებით თუ რაღაცა კენონებით და სონებით იღებენ ადამიანები, ფოტო და ტელეფონითაც იღებენ, განა არა და ძალიან კარგი კადრები გამოდის. ვატიკანში განმარტოვდნენ ესენი. ანუ ზელენსკი განმარტოვდა ტრამპთან ერთად და ეს არის ჩემი აზრით შემოbrunების წერტილი. აი ამ შემოbrunების შემდეგ ტრამპი ადეკვატური გახდა, 1-2 კი ჰქონდა წაცდენა წასდა ზელენსკის საწინააღმდეგო სიტყვა, მაგრამ მყისიერად გამოასწორა, მეთქი ასე ვიტყვი. და ტრამპის წარმომადგენლები თუ მიაქცევთ ყურადღებას, შედეგეთი ვოლცი აღარ არის. და მეორე ეს გვარიც თუ დაგავიწყდება კაცს ახლო აღმოსავლეთში რა ქვია გამახსენეთ მოკლედ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი ვიტკოფი პროცესში აღარ არის თუ ატყობთ. სულ უფრო მეტი ინიციატივა ეძლევა აქვს სწორედ ხსენებულ კელოგს და აი რუბიოს და კელოგს რომ საყვედურობდით, რომ რატომ ითბენთ ამდენს ამ არაორდინალურ კაცს, რატომ უთბენთ და რატომ ეთანამშრომლებით მას, ის ხო ანტიუკრაინელია და არასწორად და შენ რუბიო ამ ღალატობ ამასობაში შენივე პრინციპებს, რომლებიც გათქმული თუ გახმიანებული ჰქონდა 2-3 წლის წინ, აღმოჩნდა რომ რუბიო მართალია, იცით? აღმოჩნდა რომ რუბიო მართალია, იმიტომ რომ მან ამ მოთმენა დათბენის პოლიტიკით, ვიტკოფის მოტეხვით ასე ვიტყვი, ვოლცის გადატეხვით ასე ვიტყვი და ასე შემდეგ და იმ ჯგუფის, აი მოდი ტაკერ კარლსონის ჯგუფი ან თუ გლებავთ დავარქვათ არა მხოლოდ ტაკერ კარლსონის, არამედ აი თუ გლებავთ დავარქვათ ელონ მასკის ჯგუფი, ხო? ამ ჯგუფის ერთგვარი დატეხვით, პოლიტიკიდან დატეხვა იგულისხმება პირველ ყოვლისა, ადმინისტრაციიდან დატეხვით ვიტკოფ კი არა, რა ქვია, მარკო რუბიომ
და აქედან სენატორმა გრემმა, ლინსი გრემმა მოახვიეს ტრამპს ის პოლიტიკა, რომელიც მას იმთავითვე ჰქონდა გასატარებელი, მაგრამ მეორე მხრივ რას საყვედურობთ ამ ტრამპს ხალხო? აი ეს მეინსტრიმ პოლიტიკოსები რო ვახსენე, ბაიდენი, ბუში არ მიხსენებია, მაგრამ ბუში, ობამა და ასე შემდეგ. ისინი რა პუტინის მიმართ ლოიალურნი დასაწყისში არ იყვნენ, ან იქნებ მითხრათ რომელიმე თქვენგანმა, რომ უფრო ლოიალურნი არ იყვნენ, ვიდრე ტრამპი იყო. აი, გაგახსენებთ უკაცრავად, ჰილარი კლინტონმა მეინსტრიმ პოლიტიკოსმა და ესე გამოცდილი როა და ესეთი მაგარი როა 2009 წლის მარტში ლავროვთან ერთად შვეიცარიაში, ლოზანაში თუ არ ვცდები, თითი რეზეტის პოლიტიკის ღილაკს არ დააჭირა. ტრამპს რო გაეკეთებინა ეს წარმოგიდგენიათ რა ამბავს ავტეხდით ჩვენს და სამართლიანად რასაკვირველია ეს რომ გაეკეთებინა რეზეტ რო ეთქვა და ყველაფერი რო გაправებულიყო. არა, ყველაფერი არ გაправდა. ბოდიში მე ტელეფონი მჭირდება, მე კი მოვისროლე იქით და არასწორად მოვიქეცი. ხო და ტრამპი ატიკანის შეხვედრის შემდეგ გაადეკვატურდა მეთქი და განსაკუთრებით ტრამპი გაადეკვატურდა უკვე არასწორი სიტყვა ამ შემთხვევაში. მოდი ასე ვიტყვი, მორჯულდა ან პროუკრაინელი გახდა და ასე შემდეგ. მას შემდეგ, როცა გასულ კვირას 1000 შანსი რომ ისცა იმ პუტინს, რომ უთხრა რომ შენც უნდა დათმო ვალოდია, აბა არ უნდა დათმო. ეხლა მოდი, ამდენი ადამიანი კვდება და მოდი დაშორიშორდით, ცეცხლი შევწყვიტოთ 30 დღით, 17 დღით, 50 დღით მე ვილაპარაკოთ პირობებზე, აგე იქ შეხვდნენ სტამბოლის და კიდევ ერთხელ აიღო ყურმილი, კიდევ ერთხელ გაესაუბრა პუტინს და პუტინი რომელიც დეგენერატია ისტორიული დეგენერატიზმის ჭირს. არა მხოლოდ დღევანდელობაშია დეგენერატი, არამედ დეგენერატია ისტორიული თვალსაზრისით. პუტინი რომელიც მუცელამოუყორავია, შლეგია, პუტინი რომელიც იმპერიალისტია, პუტინი რომელსაც ყველაფერი ან არაფერი უნდა, პუტინმა უთხრა რომ იცი რა არის დონალდ. Русское СЖГРС. Ты знаешь, Дональд, господин президент, Россия не заканчивала специальную военную операцию, არ დაუსრულებია სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მანამ სანამ რუსეთი არ მიაღწევს საკუთარ ბიზნესს უკრაინაში და ეს არის უკრაინის სრული დეუკრაინიზაცია, მანამდე ჩვენ მაპატიეთ, მაგრამ ომს არ შევწყვეთ. ტრამპის არგუმენტი არ უთქვამს, მაგრამ საუბარში არ უთქვამს, მაგრამ არგუმენტი ასეთი, რომ იცით რა თქვენ გეხოცებათ მაისის დასასრულიდან ივლისის 7-მდე თქვენ 31000 ჯარისკაცი დაკარგეთ. ომის დაწყებიდან ჯარისკაცები, რომლებიც დაკარგეთ, მოკვდნენ არის 350,000 ყველაზე კონსერვატორული დათვლებით და მთლიანად დაკარგეთ დაახლოებით 1,900,000 ჯარისკაცი, ანუ ამპუტირებულია, დაჭრილია, ვეღარ იომებს, გაუბედურებულია და ასე შემდეგ, ინვალიდია. ესენი დაკარგეთ დაახლოებით 2 მილიონამდე. ხო შეიძლება მეშლება რიცხვი და ამის ასე რომ მაინც და მაინც ნუ იმაშვებით, ნუ მომედავებით ამ კონკრეტულ რიცხვში. თუ ეს ყველაფერი ასეა, ხო? როგორ არასრულებ ომს, მაგრამ არა. ის ხომ მუცელამოუყორავი ქვეყანაა და ამ უყორავი ქვეყნის ლიდერია პატივცემული პუტინი, არა პატივცემული პუტინი. და ტრამპი მიხვდა, სამუდამოდ მიხვდა, რომ პუტინი უღიმის, პუტინი ესაუბრება, პუტინი ამბობს თითქოს რომ ხო რასაკვირველია უნდა დასრულდეს ომი ძმათა შორის მკვლელობები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი ამას ამბობს, მეორე დღეს ბალისტიკური რაკეტები და შაჰიდი დრონები მიფრინავს არა დაუსახლებელი ტერიტორიებისაკენ, არამედ მიფრინავს კიევში, კიევის ცენტრში და იქ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს. პუტინისაგან განსხვავებით უკრაინას ახასიათებს შემდეგი რამ. მას იმის გამოც რომ სატელიტიდან აქვს ინფორმაცია და იმის გამოც რომ მიზნად ამგვარი რამ აქვს დასახული ის დასახლებულ პუნქტებს კი არ ურტყავს, ის ურტყავს სწორედაც რომ სტრატეგიულ ობიექტებს, სამხედრო ობიექტებს, ნავთობაზებს, რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რომ სიღრმეში რუსეთისა რომ გამოიყვანოს წყობიდან რომ მათ ვერ მოამარაგონ რუსეთის ჯარი უკრაინის სიღრმეში კი რა უკრაინის ტერიტორიაზე, ასე მაგალითად დონეცკთან თუ სხვაგან ზაპოროჟიესთან და აი რუსები კი კლავენ მიზანმიმართულად კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს არის არსებითი სხვაობა და უკვე ამის შემდგომ ტრამპი ესაუბრა ზელენსკის და ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ზელენსკიმ რომელიც ძალიან გაიზარდა დაუდო არგუმენტები და უთხრა რომ აი ხლა ეს უნდა მომაწოდოთ, ეს უნდა მომცეთ,
ეს უნდა გადმომცეთ, ეს უნდა გადასცეთ ევროპელებს, ისინი შეისყიდიან და მე გადმომცემენ, აქ ლაპარაკია პატრიოტის 2 ბატარეაზე, გერმანელები იყიდიან, ასევე ნორვეგიელები გადასცემენ პატრიოტის 1 ბატარეას, ამერიკელები საერთოდ დიდი ინვესტიციას ხო ან ხორციელებენ ესე თქვა საკუთრების ქვეყანაში, მაგრამ უკრაინას შეეხიდებიან, რომ უკრაინამ საკუთარი წარმოებაც გაზარდოს. 5%-მდე იცით თქვენ გითხარით თუ არ გითხარით, აღარ მახსოვს, გაზარდა ევროპამ საკუთარი ხარჯები თავდაცვისა, ვინ წარმოიდგენდა ამას ამ გადამაანგარიშები და 25-ია, ხო, ეხლა 2018 წელს ამ 7 წლის წინ 2%-ს ევედრებოდა და ეაჯებოდა პუტინს, კი არა სტოლტენბერგს, ტრამპი და 2%-ზეც კი არ იყო მერკელიადაში ჩარჩენილი ევროპის კონტინენტი, ნატოს წევრი სახელმწიფოები, მოდი ვიტყვი ასე და ტრამპმა ყველაფერს მიაღწია. დიახ, პაკისტანი იქ მოაგვარა, ირანი იქ მოაგვარა, სომხეთს უთხრა რომ ირიბათ რომ შენ შეგიძლია ახტე, შენ შეგიძლია არ დაემორჩილო რუსეთს, გაუწიე წინააღმდეგობა. აზერბაიჯანი შეგულიანებულია თურქეთის და შესაბამისად შეერთებული შტატების მიერ დალაგებადია ისრაელ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ბარემღა ვიტყვი, ხო, რთული იქნება, რასაკვირველია, რეგიონის ლიდერობა იქნება რთული, მაგრამ მაინც შავი ზღვა რასაკვირველია, ნატოს ზღვად გადაიქცევა ადრე თუ გვიან და აი აქ სად არის ბიზინა ივანიშვილის გონიერების ნასახის მოლეკულის ატომი, მე ღმერთმა უწყის კი არა ღმერთმა უწყის არ ვიცი არავინ არ იცის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი ხო ჭორბილის სტანშია ჩარჩენილი, მაგრამ მასზე ისევე არ უნდა ილაპარაკო როგორც მიხეილ ყავილაშვილზე, იმიტომ რომ არსებითი სხვაობა მათ შორის არ არის გონებრივი მდგომარეობით და ასე შემდეგ. შავი ზღვა იქცევა მეთქი ნატოს შიდა ზღვადეს ადრე მოხდება თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან აგერმე და აგერ თქვენ და აი ამ ასობაში პუტინმა გაჭედა და ტრამპი მიხვდა შემდეგ რამეს რომ всё დამთავრდა, უკაცრავად რუსულისთვის დამთავრდა, enough, მორჩა. და ორშაბათს აი ახლა დღეს პარასკევია, შაბათი, კვირა, ორშაბათი. ჩვენთან ორშაბათს საღამოს ტრამპი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველას გააკვირვებს. არა, მე არ გეუბნებით, რომ მაინც და მაინც ისეთი იქნება, რომ ველით, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, დღეს ღამით რუსულმა კამიკაძე დრონებმა უკრაინაში სამშობიარო კლინიკას დაარტყეს. როგორ შეაფასებთ ამას? ვიცი, ნახავთ რაღაცეები მოხდება, ეხება სწორედ იმას, რომ ტრამპი აპირებს გააკეთოს სერიოზული განცხადება. ამასობაში ფრანგები, მაგალითად ტიერი ბურკარი, შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, რომ რუსეთი მუდმივი საფრთხეა, რუსეთისათვის ომი უკრაინაში ეგზისტენციურია, ევროპის შესუსტება და ნატოს დაშლა არის რუსეთის მიზანი. რუსეთი საფრანგეთისთვის წარმოადგენს მუდმივ, აქ ყველა სიტყვას ესენი ხო ესე არ აბრახუნებენ სიტყვებს, როგორც ქართული ოცნების ექსპერტები, ხო? რუსეთი საფრანგეთისთვის წარმოადგენს მუდმივ და მასშტაბურ საფრთხეს, ეს არის ნეგატიური გავლენის მქონე ძალა. ამას ამბობს უკვე ფრანგი სამხედრო კაცი. კიდე ერთი ინფორმაცია იყო მერცის განცხადების თაობაზე შემიძლია ვთქვა, ასევე იმასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა და ეს აუცილებლად სათქმელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გამდენი წუთია გასული 24. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ამერიკელ სენატორებს ლინდსი გრემს და რიჩარდ ბრუმენტალს და ისაუბრეს იმაზე, რომ სენატი უახლოეს ხანებში დაამტკიცებს სანქციათა ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და მათ შორის მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ირიბად ეხმარება, გაგიკვირდება და ბიზინა ივანიშვილსაც ეხება ეს, ამაზე გვისაუბრია ჩვენ. აღარ გავაგრძელებ მართლა რა. ხალხო, ძალიან საინტერესო პროცესებში ვართ ყველანი. ამ დროს ბიზინა ივანიშვილის ჭორბილური მესიჯი სოფლიოსათვის და ქართული საზოგადოებისათვის არის ამგვარი. დაიჭირეთ ის განადგურეთ ის. ზურაბ ჯაფარიძე ამოალპეთ ციხეში, გიორგი ვაშაძე არ გამოუშვათ. რა ქვია, არ ვიცი, გივით არგამაძე დაიჭირეთ. ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეთ, ნიკა მელია, ნიკა გვარამია საერთოდ მოსპენ და ასე შემდეგ. ასევე მზია ამაღლობელი არ გამოუშვათ, ზვიად რატიანი არ გამოუშვათ, ეს ახალგაზრდები, ვინც არიან დაპატიმრებულები, ისინი არავითარ შემთხვევაში არ გამოუშვათ და ასე შემდეგ. პროვინციალიზმის ჭორვილისთან შიტოვებს მას ხომ ასე ჰქონდა წარმოდგენილი მართლა, რომ ეს უნდა იყოს პატარა სოფელი. საქართველო უნდა იყოს პატარა სოფელი. ასე ეგონა ბიზინა ივანიშვილს და ქე აღწევს კიდეც. მაგრამ ამბავის ის არის, ჩემო კარგებო, რომ ამ ქვეყანას ჯერ ერთი ქართული საზოგადოება
ხო არ დაუთმობს და არ გაატანს ბიზინა ივანიშვილს. აი დღეს გავრცელდა იმ წყალტუბოელი კაცის ბოდიშს ვიხდი, გაჩვენებთ, მართლა დიდი ვიდეო გამომდის, მაგრამ მაინც წყალტუბოელი კაცის ვიდეო. ისა ბოდიში ვისედო, ბოდიში. ნიუსფიჩის იქნება. ნიუსფიჩის იქნება. სად არის? ერთი წუთი. ეხლა ერთი წუთი. აი ნანუკას ედო მაგალითად. ნანუკა გაჟორჟოლიანი. ეს კაცი არის წყალტუბოელი, პაატა სამარგულიანი. ხო? ილოღლონტისაგან წამოუღია ეს ფოტო. ნახეთ, ეს ის კაცია. პოლიციელებს რო ეუნება, ერთხელაც იქნება და თქვენც მოგიტრიალდებათ ეს ყველაფერი, მე არ მახსოვს ეხლა ზუსტი სიტყვები. მოვა დრო და იგივე ხალხი ყოფას გიტირებთო, მერე ხერებს რო გადაუტრიალებენ ეს მილიციად ქცეული პოლიციელები და ამ კაც გური რო წაუვა. ამგვარი მოქალაქეები პატივცემულ პაატას დიდი მადლობა პირველ ყოვლისა. ამგვარი მოქალაქე იქნება ყოველთვის, ეს შეიგდეთ ამ თქვენ რუსულ ბაშკებში. ერთი კი არ იქნება, ან ორი. სულ რო ერთი იყოს, ეს კაცი რომ დარჩეს. ეს კაციც კი დაგამარცხებს, ანუ რაც ნიშნავს დაგამარცხებს, შეინარჩუნებს თავისუფლების იდეას. და ბიზინა ივანიშვილს არაფერი გამოუვა მეთქი. და არ გამოუვა მათ შორის იმიტომ პირველ ყოვლისა, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანეს რეგიონში და უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და აქედან გამომდინარეც ამიტომაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გავხურდები, იმიტომ რომ ბევრი ვისაუბრია. ტრამპი იქნება რომ ბიზინას მოუგრეხს კისერს ისევე როგორც პუტინს. აგერ მე და აგერ თქვენ. ტრამპი კისერს, ბიზინას და პუტინს ერთად მოუგრეხს. ეს იქნება სათაური.